მშვიდობის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში და სავარაუდოდ მთელს ევროპაში მშვიდობა არ არის. ამ კადრებით გავიგეთ ყველამ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მიმდინარეობის 3 წელი კი რუკაზე ასე გამოიყურება. 50 ქალაქზე ერთდროული საჰაერო შეტევა და ცოცხალი ძალის შეჭრა ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. 25 თებერვლის დილის 8 საათისთვის პუტინის ურდო უკვე კიევის შემოგარენში იყო. 14 მარტისთვის კიევი იდგა, თუმცა მარიუპოლი და იქ განთავსებული აზოვსტალი სრულ ალყაშია. 1 აპრილის მონაცემებით კიევიდან, ჩერნიჰევის და სუმის ოლქებიდან კრემლის არმია უკან იხევს. აზოვსტალის გარშემო კი წრე სულ უფრო ვიწროვდება. 17 აპრილისთვის აზოვსტალი წინააღმდეგობას აგრძელებს, ვერ ხერხდება სრულად მარიუპოლის აღება. ასევე სრულად დაოკუპირებულია ჩერნიჰევის და სუმის ოლქები, ნაწილობრივ ხარკივის ოლქი. თუმცა იწყება ბრძოლები სევეროდონეცკის და ლისჩანსკისთვის. 20 მაისს წინააღმდეგობის გაწევას ხოც მარიუპოლი, თუმცა ლისჩანსკში და სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება. მათი დაკავება კრემლმა 4 ივლისს შეძლო. შემდეგი თვე მცირე ტაქტიკური ბრძოლებისაა და 2 აგვისტოს იწყება ბახმუტზე რუსული მასირებული შეტევა. 29 აგვისტოს ბახმუტისთვის ბრძოლების პარალელურად უკრაინას უწევს ხერსონის ოლქის სრული ოკუპაციისგან დაცვა. 8 ნოემბერს ბახმუტს კიევი აკონტროლებს და ხერსონის ოლქის დეოკუპაციის ოპერაციას იწყებს. 11 ნოემბერს ქალაქ ხერსონზე და ოლქის ნახევარზე მდინარე დნიპრომდე კონტროლი აღადგინა უკრაინამ. ამის შემდეგ ფრონტზე მცირე ტაქტიკური და პოზიციური საერთო დარტყმები იყო. მთელი რუსული რესურსი გლდანის ხელა ბახმუტის დაკავებაზე იყო მიმართული. 9 თვიანი საგა ბახმუტისთვის 2023 წლის 23 მაისს მისი ოკუპაციით დასრულდა. ამავე პერიოდში იწყება უკრაინული რეიდები რუსეთის სუვერენულ მიწაზე. ბახმუტის აღებით გაყოჩებული პრიგოჟინი 23 ივნისს იწყებს ღირსების მარშს რუსეთის სიღრმეში. მოსკოვთან თითქმის მისული ლუკაშენკოს უჯერებს, დანაყოფს უკან აბრუნებს, თვითონ ბელარუსში მიდის და მისი თვითმფრინავი ვარდება და იზრდება. ამის შემდეგ ფრონტზე დიდი ცვლილებები აღარ ყოფილა. რუსეთი აწარმოებდა საჰაერო დარტყმას უკრაინის ენერგოობიექტებზე. 2023 წლის 9 ოქტომბერს კი ავდიივკისთვის ბრძოლა იწყება. ეს დასახლება ბახმუტზე პატარაა. ბრძოლები 5 თვე გაგრძელდა და 2024 წლის 18 თებერვალს დასრულდა. 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყო უკრაინული შეჭრა კურსკის ოლქში. ახლა კი ფრონტის ხაზის რუკა ასე გამოიყურება და ასეთია არასრული 3 წელი არასრულ 3 წუთში. ეს სიტუაცია ხდება ველზე ტრამპს, რომელმაც მისიად დაისახა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში მშვიდობის ყოფილად შევიდეს ისტორიაში. Трамп бизнесмен, для него очень важно выходить из всех ситуаций победителем. ტრამპი ბიზნესმენია, მას სჭირდება რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვიდეს გამარჯვებული. მისთვის ესაა მთავარი. მისთვის მთავარია იყოს გამარჯვებული. ამიტომ ის ვერ მისცემს პუტინს აბსოლუტურ გამარჯვებას, უბრალოდ ვერ შეძლებს. მისი ამოცანაა ომი დაასრულოს და ეს ისაა, რასაც ის ამბობს საკუთარ გამოსვლებში, რომ მას სურს ომების დასრულება. და აი ამას მე ორივე ხელით ვემხრობი და იმედი მაქვს ეს გამოუვა. ტრამპი შეეცდება პუტინს შესთავაზოს გარიგება. შესთავაზებს რამე ისეც, რაზეც პუტინი უარს რთულად იტყვის და მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს. 24 საათის შესახებ რომ აღარ ლაპარაკობს, თქვენს შეამჩნევდით. 24 საათში და ვერც ოვალურ კაბინეტში შესვლამდე ომს რომ ვერ დაამთავრებდა, თვითონ ტრამპაც კარგად იცოდა, მაშინაც კი როცა ამ დაპირებას იძლეოდა. შესაბამისად, ინაუგურაციის მერე აღარც პრეზიდენტი და არც მისი გარემოცვა ვადებზე აღარ ლაპარაკობს. ახლა მთელი აქცენტი გრძელვადიან მშვიდობის უზრუნველყოფაზეა გადატანილი.
შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა არის ომის დასრულება უკრაინაში. ეს ომი და კონფლიქტი დაიწყო რუსეთმა. ახლა ის არის ჭიხში, გაყინული სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ვიტყოდი, რომ წარმოუდგენლად დამანგრეველია ორივესთვის, უკრაინისთვის და რუსეთისთვისაც. მაგრამ უკრაინა იხდის ძალიან დიდ ფასს მისი ენერგოინფრასტრუქტურით, ადამიანების სიცოცხლით, მილიონობით უკრაინელით, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუხდათ და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. საჭიროა ამ კონფლიქტის დასრულება. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ჩვენ გვინდა ეს ომი დასრულდეს. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში. ვაპირებთ მუშაობას, რომ დავასრულოთ ისე, რომ მდგრადი იყოს. ის კი არ გვინდა, რომ კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ 3-4 წელიწადში ხელახლა დაიწყოს. არამედ გვინდა სტაბილურობა მოვიტანოთ. ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელს ომის შეწყვეტის საკითხებში 100 დღიანი ვადა მისცა. თვითონ კი პირველად გააჟღერა, როგორ აპირებს აიძულოს პუტინი დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, რუს ხალხს არ მინდა დარტყმა მივაყენო, მაგრამ თუ საჭირო გახდა ნავთობზე ფას დავწევო, შემდეგ კი უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ვაპირებ საუდის არაბეთს და ოპეკს ვთხოვო დაწიონ ნავთობის ფასი, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ფასები რომ დაწეულიყო რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე შეწყდებოდა. ახლა ფასი საკმარისად მაღალია და ომიც გაგრძელდება. ამიტომ ნავთობის ფასი უნდა ჩამოვიდეს და დავასრულოთ ომი. ჩვენი ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გაკეთდეს, ნამდვილი სიკვდილის ველია. მილიონობით ჯარისკაცს კლავენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არავის არაფერი უნახავს. მშვიდობა სიძლიერის გზით შესაძლებელია და ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. მთავარია ტემპის შენარჩუნება და რუსეთზე ზეწოლა. მხოლოდ რუსეთია დამნაშავე ამ ომში და მას სურს ომის გაგრძელება. რუსეთი ცდილობს აგრესიის და ოკუპაციის განხანგრძლივებას. ენერგორესურსები და განსაკუთრებით ნავთობი არის მშვიდობის რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები და ევროპამ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ამერიკასთან და სხვა გლობალურ პარტნიორებთან ენერგორესურსებზე და არა რუსეთთან. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს დიპლომატიას და საერთაშორისო კომუნიკაციებს, რომ გარანტირებული იყოს ძლიერი პოზიციები, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი ევროპისთვის. როგორც ჩანს, ზელენსკი ადაპტირდა ტრამპის პოლიტიკასთან და ამერიკის ომის შეჩერების გეგმას გაყვება. თუმცა თავის მხრივ ტრამპმა ნავთობის ფასის როგორც ფერკეტის შესახებ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც პრაქტიკულად ინაუგურაციის პარალელურად უშიშროების საბჭოს ხდომა მოიწვია პუტინმა მოსკოვში. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხდომა დიქტატორმა მხოლოდ იმიტომ მოიწვია, რომ ესე თქვა. ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგზე. ყოველთვის ვიყავით მზად თანასწორი ურთიერთობისათვის ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციასთან. ჩვენ მზად ვართ უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისათვის ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთანაც. ყველაზე მთავარია აღმოიფხვრას კონფლიქტის ძირითადი საფუძვლები. ამ განცხადებით სისხლიანი ტირანი ამბობს, რომ ის ომის დაწყებამდე მოდულშია დარჩენილი და მას სურს მიიღოს ის, რის გამოც ომი დაიწყო. უკრაინის დენაციფიკაცია, ანუ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და სახელმწიფოს დესუვერენიზაცია, უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ არა მხოლოდ ნატოს არ გაფართოება, არამედ უკრაინული არმიის გაქრობა. По большому счету, нетрудно заметить, что эта риторика Путина практически не... საერთო ანგარიშით არა რთული დასანახი, რომ პუტინის ეს რიტორიკა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რომელსაც ის იყენებდა უკრაინაზე თავდასხმის წინ. მაშინაც იმავეს ამბობდა, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოების საკითხია, რომ რუსეთის საომარ მოქმედებებს მიმართავს, თუ არ იქნება ნატოს არ მიახლოების გარანტიები. პუტინის განცხადება გრძელვადიან მშვიდობაზე, რომელიც დამყარებულია ყველა ერის და ხალხის კანონიერ ინტერესებზე, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს. ის გულისხმობს მის ძველ განცხადებებს. 2022-ში პუტინი იმედოვნებდა, რომ მისი მარიონეტების იანუკოვიჩის და მედვედჩუკის სახით შექმნიდა უკრაინის ხელისუფლებას. ახლა მას სხვა ამოცანები აქვს. უკრაინის როგორც სახელმწიფოს დემონტაჟი სჭირდება და ზუსტად ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს ყველა ხალხს და ყველა ერს. შეიძლება ვინმე მიკითხოს, რომელ ერებს გულისხმობს ის, რომ ცხოვრობენ რეგიონში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინას აღარც კი უწოდებს. მარტივი პასუხია: ნებისმიერი უკრაინელების გარდა, ზუსტად უკრაინის ხალხის, კულტურის და ისტორიის არსებობას უარყოფს რუსი დიქტატორი და მშვიდობა, რომელიც უნდა რომ ტრამპს გამოგლიჯოს, არის მშვიდობა ისეთ სამყაროში, სადაც არ არის ადგილი უკრაინული სახელმწიფოსთვის.
ამას კი ტრამპი უბრალოდ ვერ დაუშვებს. ის კი აცხადებს, რომ მშვიდობის ყოფილი და გამაერთიანებული უნდა ვიყო, თუმცა თუ კი ქოცებს მშვიდობა მონება ჰგონიათ, საკუთარ მრევლსაც ამას აჯერებენ, დონალდ ტრამპმა ზუსტად იცის რა არის მშვიდობის ნამდვილი გარანტია. როგორც 2017 წელს ჩვენ ისევ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ჯერ არ უნახავს მსოფლიოს. ჩვენ ჩვენს წარმატებას შევაფასებთ არა მხოლოდ იმ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და ალბათ რაც მთავარია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით. მშვიდობის ყოფილი და გამაერთიანებელი, ეს იქნება ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა. აი რა მინდა ვიყო, მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. რადგან მშვიდობა ძალის დემონსტრირებით ტრამპის პოლიტიკის მთავარი ხაზი იქნება, გასაგებია, რომ მსოფლიოს უძლიერეს ეკონომიკასთან და უძლიერეს არმიასთან შანსი არავის ექნება. მით უფრო მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, ჩინეთთან ტრამპი ენისმოწყლობით ლაპარაკს არ აპირებს. უკვე შედგა სატელეფონო საუბარიც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, რის შემდეგაც სი ძინპინმა პუტინსაც კი დაურეკა. Я не исключаю, что Си, как бы так сказать, поняв озабоченность Трампа, არ გამოურიცხავ, რომ სი განერვიულდა ტრამპის ზარით, იცის რა, რომ ის იმპულსური ადამიანია და ხვდება, რომ ხვალ ტრამპმა შესაძლოა ჩინურ საქონელს საფრთხე შეუქმნას. ამიტომ დაურეკა პუტინს და უთხრა: "ვალოდია, მზად ხარ ჩასარეცხად თუ რა შვები? მე ამერიკიდან ახალი ამხანაგი მაგრა მაწვება. რა თქმა უნდა, გადავიტანთ, მაგრამ ეს 3 წელი ძალიან турბულენტური იქნება. რა თქმა უნდა, ვუტრირებ, მაგრამ რაღაც ასეთი იქნებოდა. რა გავაკეთოთ? კაი, შენ დასაკარგი არაფერი გაქვს. მაგრამ მე ტრილიონიანი ბრუნვა მაქვს, ხო და თუ ამას დაკეტავენ, მე ცუდად ვიქნები, შენ კიდევ ამ შენი ომით ხელს მიშლი. პუტინის რუსეთი იმდენადაა დამოკიდებული ჩინეთზე, რომ ვაშინგტონი პირდაპირ პეკინთან მოლაპარაკებებით ეცდება რუსეთ-ირანის დასმას მოლაპარაკებების მაგიდასთან. Путин, став, так сказать, очевидно вассалом Китая, პუტინი გახდა ჩინეთის ვასალი და ეს ძალიან აშკარაა. ამიტომ პუტინი აღარაა ტრამპისთვის თანასწორი პარტნიორი. ტრამპის სისთან დაიწყებს მთავარ მოლაპარაკებებს. მან იცის, რომ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი და ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთის დახმარებაზე. იმ ჩიპების გარეშე, რომელსაც ჩინეთი აწვდის რუსეთს, იმ რაკეტების წარმოება შეუძლებელია. ამიტომ ტრამპი დაიწყებს ვაჭრობას სისთან და ვაჭრობის ველი ძალიან ფართოა. მაგალითად, ავიღოთ TikTok-ი. ტრამპი ამბობს, მე თუ ავკრძალავ მას, ფასი გახდება 0. თუ არ ავკრძალავ, TikTok-ი ეღირება ტრილიონი. ამიტომ შეერთებული შტატები დართავს ნებას და წილის ნახევარს მოითხოვს 500 მილიონი. აი ასეთ ვაჭრობას გამართავს. პუტინი უმცროსი პარტნიორია ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთის კამპანიაში. პუტინი რომ უმცროსი პარტნიორია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინასთან ომს დიდი ხნის წინ წააგებდა, რომ არა ჩინური დახმარება ტექნოლოგიურ ნაწილში და ჩრდილოკორეული დახმარება ცოცხალი ძალის ნაწილში. აი ბრძოლაში გამოწვრთნილი ჩრდილოკორეული არმია ისაა, რაც ტრამპის ინტერესში ყველაზე ნაკლებად შედის, რადგან ის საფრთხე იქნება სამხრეთ კორეისთვის და ტაივანისთვისაც. ასევე დიქტატორ პუტინს თუ კი თავის პირობებზე დათანხმდება ამერიკის პრეზიდენტი, მაშინ მოუწევს ჩინეთის ინტერესებიც გაითვალისწინოს იგივე ტაივანთან მიმართ. არადა ტრამპი მთავარ საფრთხეებად სწორედ ჩინეთს, ირანს და რუსეთს განიხილავს. ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთანაც ხომ ამ გეოპოლიტიკის ნაწილია, რომ მიუახლოვდეს ირანს და კავკასიის რეგიონში პლაცდარმი გაიმაგროს. ამ თემაზე გასულ დროებაში დეტალურად ვისაუბრეთ და ახლა ისევ პუტინს და ტრამპს დავუბრუნდეთ. Если Дональд Трамп не будет давить на Владимира Путина ради мира. თუ დონალდ ტრამპი არ მოახდენს ზეწოლას პუტინზე იმ მშვიდობის მისაღწევად, რაც მას სურს, მაშინ ვლადიმერ პუტინი მოახდენს ზეწოლას ტრამპზე ისეთი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც მას სურს და რაზეც კიდევ ერთხელ შეახსენა ბოლო გამოსვლაში. ასე რომ აქ საკითხია, ვინ ვიზე მოახდენს ზეწოლას და ვის ექნება ამ ზეწოლის პოლიტიკური ნება. თუ ტრამპი ამ ნებას არ გამოავლენს, მაშინ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან სახიფათო ნებას გამოავლენს პუტინი. ეს კი ამერიკას გლობალური პოლიტიკის პერიფერიებში გადაისვრის. მე კი ეჭვმეპარება, რომ ტრამპისთვის ასეთი პერსპექტივა მისაღები იყოს. Путин в Кремле, Россия в дерьме, да, что? Конечно.
პუტინი კრემლშია, რუსეთი ნეხვში. დიახ, ეს რეალობაა. შეიძლება მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში ნეხვის სუნი და გემო არ იგრძნობა, პეტერბურგში ინვესტიციები იდება, სხვა მეგაპოლისებიც მეტნაკლებად ცხოვრობენ. მე ვიტყოდი უფრო ნაკლებად ვიდრე მეტად. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთში ცხოვრება ყვავის, განსაკუთრებით თუ შევხედავთ, რას აკეთებს ჩინეთის სასაზღვრო რეგიონში. არავინ იცის რა ხდება რუსეთში უკეთ, ვიდრე თვითონ რუსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა და ასევე რუსული პოლიტიკის ვეტერანზე კარგად არავინ იცის რა არის პუტინის ოცნება. Путин мечтает о том, чтобы договориться за спиной Украины о судьбе Украины. პუტინის ოცნებაა მოილაპარაკოს უკრაინის ბედზე უკრაინის ზურგს უკან. ის ოცნებობს, რომ ტრამპთან მაგიდაზე დაჯდეს როგორც თანასწორი. ამიტომ თუ მსოფლიო ახლავე დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, ის წაგებული იქნება. ტრამპი პუტინს ამ ეტაპზე არ უნდა დაუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. თუ კი ამას მაინც გააკეთებენ, მაშინ მათ ვერაფერი ისწავლეს მიუნხენის გაკვეთილებიდან. გუტკოვის პოზიციას ამყარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოვის ახალი განცხადება. ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა ახალი ულტიმატუმი წამოაყენა და ის ბუქარესტის სამიტის ანულირებას მოითხოვს. შეგახსენებთ, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მოლოდინი იყო, თუმცა მაშინ კონსენსუსი ვერ შედგა და გამოსავლად ნატომ დეკლარაციაში ჩანაწერი შეიტანა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს მაშინ კრემლმა ნატოს მხრიდან უკან დახევად მიიჩნია და საქართველოში შემოიჭრა. ახლა კი ამ ჩანაწერის საერთოდ გაუქმება სურს. Россия страхует себя именно на тот случай, если რუსეთი თავს იზღვევს იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი დათანხმდება პუტინის ამ მოთხოვნებს. წარმოვიდგინოთ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, სადაც ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატებს ესმის რუსეთის შეშფოთება და მზად არიან გასცენ დაპირება, რომ უკრაინა შეინარჩუნებს ნეიტრალურ სტატუსს. პუტინი მაშინვე ახალ პირობას აუყენებს. შესთავაზებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ გაუქმდეს ბუქარესტის დეკლარაცია. ეს კი მხოლოდ კონსენსუსით არის შესაძლებელი. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ალიანსის ყველა წევრთან იმის მიღწევა, რომ დათანხმდნენ უკრაინის და სხვათა შორის საქართველოს არ გაწევრიანებაზე, ადვილი არ იქნება. ალბათ როგორ ელოდება ავტოკრატი ივანიშვილი დიქტატორი პუტინის ამ ნაბიჯებს და როგორ ოცნებობს მოვლენათა ასეთ განვითარებას. თუმცა таких возможностей нет даже у президента Соединенных Штатов. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩანაწერის გაუქმება ტრამპსაც კი არ შეუძლია. და რა გამოვა? პუტინი ვერ მიიღებს რაც უნდა. საერთოდაც არა. პუტინს არც უნდა რომ ბუქარესტის დეკლარაცია გაუქმდეს. მას უნდა მიზეზები იპოვოს იმისათვის რომ გაამართლოს თავისი აგრესია უკრაინაში და თქვას, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება თუ ის აღარ იარსებებს. ამიტომ უნდა მოხდეს უკრაინის როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაცია. არა უკრაინა, არაა პრობლემა და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. დაუშვათ ნატო დათანხმდა და მოახდინა დეკლარაციის ანულირება. რა გგონიათ, პუტინი ამაზე გაჩერდება, ომი დამთავრდება, სულაც არა, კრემლში გაახსენდებათ, რომ ევროკავშირსაც აქვს თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ახლა უკვე მოითხოვენ, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არ მიიღონ ევროკავშირში. პირველ რიგში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. და ევროკავშირი თუ ამაზე უარს იტყვის, მაშინ ისევ გააგრძელებენ ომს. კრემლში მშვიდობისთვის არ ეძებენ პირობებს. კრემლში მუდმივად ეძებენ ახალ მიზეზებს, უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. ამ რეალობას ტრამპი მალე შეეჩეხება და ის მიხვდება, რომ მისი ოცნება მშვიდობაზე ისე მარტივი მისაღწევი არაა, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჰგონია. რადგან პუტინის მადდის შესახებ რუსული აგრესიის მთავარმა სამიზნემ ზელენსკიმ კარგად იცის, ის ევროკავშირს მოუწოდებს უფრო აქტიურად ჩაერთოს მოვლენებში და იმ სამშვიდობოების რაოდენობასაც ასახელებს, რაც საჭირო იქნება ომის დასრულების შემთხვევაში. Північно-корейських солдат зараз відбуваються в місцях географічно ближчих до Давосу, ніж до Пхеньяну. ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების ნაწილი დღეს უფრო ახლოს არიან დავოსთან ვიდრე ფხენიანთან. რუსეთი იყენებს ჩრდილო კორეის რესურსს, ქვეყნის რესურსს, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ ბირთვული იარაღი და ემუქრებიან საკუთარ მეზობლებს. რა თქმა უნდა, ევროპას უფრო დიდი რესურსი აქვს, მაგრამ ისინი სარგებლობენ იმით, რომ მთელი ევროპა ერთ აზრზე არაა. აქ არიან სახელმწიფოები, ვინც მოსკოვს ეხმარება. როდესაც ძალთა თანაფარდობაზე ალაპარაკი, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მილიონიდან მილიონ ნახევრამდე ჯარისკაცი. ჩვენ კი ახლობით 800,000. თუ კი სამშვიდობო კონტინგენტზე ალაპარაკი, მინიმუმ 200,000 ჯარისკაცია საჭირო, რომ ფრონტის ხაზი გამაგრდეს. აქ არაა სიტუაცია, სადაც ერთი ქვეყანა შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფას. Путін підписав нову стратегію.
ასეთია სამშვიდობო პერსპექტივები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რაც მალე გააცნობიერებს ამერიკის 57-მე პრეზიდენტი, რომ რუსეთი მუდმივად ეცნება გააგრძელოს ომი და შეთანხმებები ძალის პოზიციიდან მიაღწიოს, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია შეცვალოს კრემლის პოლიტიკის წარმოების მეთოდები, ამ აგრესიული ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა და სხვა გზები უბრალოდ არ არსებობს, მით მალე დადგება მშვიდობა მსოფლიოში.